მიქაუტაძის კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში და ლიონი ჩემპიონთა ლიგაზე. რას ამბობენ პარიზელი გუნდელები კვარაზე. დაძაბულობა რეალ მადრიდის გასახდელში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები და მეტი საინტერესო სიახლე. ეს ლაინსმენია და ვიდეო ჟორჟ მიქაუტაძის ამბებით გავხსნათ. ბომბარდირი წარმატებულ სვლას განაგზობს და ოსერთან ლიგა 1-ის 29 ტურში გოლი და ასისტი მიითვალა. პირველ ტაიმში პენალტი მოიპოვა და თავადო შეასრულა. მეორეში კი კაპიტანი ლაკაზეტი ცარიელ კარში დატოვა და ლიონის მაისურით უკვე მე-10 გოლე პასი გააკეთა 15 გოლთან ერთად. ქართველმა ამ სეზონში ოსერს 3 გოლი გაუტანა. 3 გოლი გაუტანა დავით აშვილმაც, ოღონდ მან ერთ თამაშში. გამოცემა ჰუსკორდმა ჟორჟს 7 და 9 დაუწერა რეიტინგში. ამ მოგებით ლიონმა 51 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე გადავიდა, რაც უკვე ჩემპიონთა ლიგის ფაზაა და ძალიან კარგი ამბავია ქართული ფეხბურთისთვის. თუმცა ლიგა 1-ის მე-4 ადგილოსანი პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაზე არ ხვდება. დამატებითი კვალიფიკაცია უნდა გაიაროს. 20 აპრილს მიქაუტაძეს სერიოზული დაპირისპირება ელის სენტ-ეტიენთან, სადაც კიდევ ერთი ქართველი ზურიკო დავითაშვილი თამაშობს. თავის მხრივ დავითაშვილმა ბრესტთან ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც 3-3 დასრულდა, ასისტი და პრეასისტი შემოგთავაზა და თავის გუნდში ყველაზე დიდი შეფასებაც 8.15 აიღო. მსაჯის მიერ ბოლო კომპენსირებულ წუთზე ზურიკო თავითაც დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ ბურთი ხარიხას მოარტყა, თორემ პირადად იგებდა თამაშს. ლიგა 1-ში 28 მატჩში ქართველს 7 გოლი და 7 ასისტი აქვს. სენტ-ეტიენი კი 24 ქულით ბოლოს წინა ადგილზეა. სანამ კვარაზე და მის მიმართ პარიზელების კომენტარებზე გადავიდოდეთ, 4000 გამომწერზე ავედით, რის გამოც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. და მოდი ბარემ 5-ზეც მალე ავიდეთ. და ამ ვიდეოს ტრადიციულად 1000 მოწონებიან ნიშნულამდე მივაღწევინოთ. პარი სენ-ჟერმენის საუცხოო ფორმის მიუხედავად, მათი თავკაცი ლუის ენრიკე არ მიიჩნევს, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არიან. სეზონის დაწყებიდან დღემდე ბევრი რამე შეიცვალა. თავიდან სრული პესიმიზმი იყო. ახლა შეიძლება ითქვას ზედმეტი თავდაჯერებულობაც კი. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ. ამ ტურნირზე ყველაფერი ხდება და გარანტირებული არაფერია. არ ვფიქრობ ფავორიტობაზე. ჩემპიონთა ლიგას უკვე გამოეთიშნენ გუნდები, რომლებიც ერთ-ერთ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. ჩვენ უბრალოდ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ ყველა თამაშით, რომ საუკეთესოები ვართ. ენრიკე მისის თქვა, რომ PSG-ს ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი შეტევა ყავს და ეს მათი კრეატიულობითაა გამოწვეული. სტატისტიკა ამბობს, რომ ჩვენ საუკეთესო გუნდი ვიყავით ბურთის ფლობით, შექმნილი მომენტებით და ახლა როცა ეფექტიანობას დავიბრუნეთ, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ, მაგრამ კიდევ უნდა გავუმჯობესდეთ, რომ მაქსიმალურად შორს წავიდეთ. ამავე პრესკონფერენციაზე უსმან დემბელემაც ისაუბრა, რომელსაც შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობაზე დაუსვეს. ფრანგი ფეხბურთელის პასუხი ასეთია: კვარა ძალიან კარგად მივიღეთ. პირადად მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ არის მორცხვი, როგორც სახეზე ეტყობა და ძალიან ბევრსაც ხუმრობს. ერთმანეთში ბევრ შევასწავლით მოედანზეც და მის მიღმაც. დემბელემ თავის პროგრესს ისაუბრა. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ უფრო გადამწყვეტი და თავდაჯერებული ვყოფილიყავი. ვცდილობ ასეც იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში გადამწყვეტი როლი მაქვს და იმედი მაქვს ასეც გაგრძელდება. პარსონალში ბევრი ფიზიკური პრობლემა მქონდა. ტრავმისგან თავის არიდების მიზნით ბევრი რამ შევცვალე და ამან შედეგიც გამოიღო. ასტონ ვილას წინააღმდეგ ვილა პარკზე მიღებული მცირე შოკის მიუხედავად, PSG-მ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და იქ მიკელ არტეტას მანქანას არსენალს შეხვდება. თქვენ კი თუ ვიდეო მოიწონეთ, კიდევ ერთ ქართველს მივადგეთ. ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის შტურმმა ზალცბურგთან საჩემპიონო მნიშვნელობის თამაში ანგარიში 2-1 მოიგო. ოთარ კიტეიშვილი რომ არა, შტურმი სამქულას ვერ მოიპოვებდა. ქართველმა როცა შტურმი 0-1 აგებდა, პენალტი მოიპოვა და თავად შეაგდო. მერე ისეთი გოლი დააყოლა, ყველა ფეხბურთელი როხელს მოაწერდა. კიდე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა და საუკეთესოდაც დაასახელეს. ცნობილი გამოცემა კიკერი მასზე წერს: ქართველი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ იყო გადამწყვეტი ფაქტორი. მისი დამსახურების შტურმა ზალცბურგთან უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოთარმა გამარჯვების გოლი მაშინ გაიტანა, როცა შტურმი კაცნაკლული იყო, წითელი ბარათის გამო. მათ კი 10 კაცით მატჩი ბოლოს 2000 წლის 19 მარტს მოიგეს. ვიდეო ისე როგორც ჩაივლის რეალ მადრიდს რომ არ შევეხოთ. მადრიდელთა სავარჯიშო ბაზაზე არსენალთან თამაშის წინ ფეხბურთელებს შორის შეხლა შემოხლა მოხდა. საბოლოოდ არეულობა მინდორზეც აისახა და თეთრებმა თამაში ბერნაბეუზეც დათმეს. ვაჟდის ერთმანეთს როგორც მადრიდელი ჟურნალისტი ედუ აგირესი ავრცელებს, ჯუდ ბელინგემი და ანტონიო რუდიგერი დაუპირისპირდნენ. ამავე წყაროცნობით მათ შორის ჩხუბის მიზეზი უხეში ვარდნა იყო. ფეხბურთელების გაშველება დანარჩენ თანაგუნდელებს მოუწიათ. როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჯუდს და ტონის ხელი ჩამოართმევინეს და კონფლიქტი ამით ჩააქრეს. მათ შანსს შეეხება რეალისა და ბერნაბეუს აურა საერთოდ არ იგრძნობოდა. მიუხედავად არსენალის გაფუჭებული პენალტისა, რაც მადრიდელებს შეიძლებოდა რომ მუხტად გამოეყენებინათ, უსუსტესი თამაში ჩაატარეს და დაიჯაბნენ. არსენალი ნახევარფინალში კვარაცხელიას PSG-ს დაუპირისპირდება და წინასწარი დასკვნების და პროგნოზების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ, იმიტომ რომ ამ ტურნირზე საერთოდ ყველაფერი ხდება. მეორე ნახევარფინალში ბარსელონა და ინტერი. ორი აბსოლუტურად განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს.
ფლიკის ხელწერა, ამოწეული დაცვა და ბურთისჭერა როა, ეს უკვე კარგად გავიგეთ. ინძაგის კი ძალიან ღრმად ჩაწეული ხაზები და მეტოქის კონტრშეტევებზე დაჭერა ძალიან უყვარს, რასაც ბარსა იდეალურად ვერ უმკლავდება და ეს რამდენჯერმე ვნახეთ ამ სეზონში. მოკლედ, კატალონიელებისთვის მილანის ინტერი ძალიან უხერხული მეტოქია და ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მწვრთნელთა გონებების ჭახზე. ბაიერნის, რეალის, დორტმუნდისა და ასტონ ვილას ჩემპიონთა ლიგური კამპანიის მსგავსად, ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. გთხოვთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო.